დავით ბერიძე არ არის დიდი ხანი რაც გამოჩნდა წლევანდელი წლიდან ასპარეზობს რაც შეეხება მის მეტოქეს გორს წარმოადგენს და დებიუტანტი მეტოქე ეყოლება დავით ბერიძეს საინტერესო ბრძოლას ველი მე პირადად ამ დაპირისპირებაში გამომდინარე იქიდან რომ დავით ბერიძის ხასიათი მე ვიცი ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის გადის რინგზე ეს მოკრივე მხოლოდ და მხოლოდ ნამდვილი ომი ნამდვილი ბრძოლა შეუძლია შესთავაზოს მან მაყურებელს რაც შეეხება მის მეტოქეს გიორგი შუკაკიძე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მისი დებიუტია გიორგი შუკაკიძე გორელი მოკრივე წარმოადგენს მისი მწვრთნელი გახლავთ ვლადიმერ ჯანეზაშვილი ძალიან ბევრი პროფესიონალი მოკრივის მწვრთნელია და ხედავთ აი შუკაკიძემ როგორ აქტიურად დაიწყო ბრძოლა და რა დარტყმები მიაყენა ახლა დავით ბერიძეს დარწმუნებული ვარ ვლადიმერ ჯანეზაშვილი მას კარგად მოამზადებდა ამ ბრძოლისთვის როგორც კი აღნიშნე არაერთი ძალიან წარმატებული პროფესიონალი მოკრევე ყავს აღზრდილი ვლადიმერ ჯანეზაშვილს თავის კიკბოქსინგისა და კრივის კლუბში გორში აი ხედავთ საკმაოდ სწრაფი ჩანს შუკაკიძე ჩემთვის საინტერესო ამ მოკრივის ბრძოლების ხილვა რადგან მისი დებიუტია და ვნახოთ რა შეუძლია ამ მოკრივეს რაც შეეხება ბერიძეს ის ელოდება თავის მომენტს არის შესაძლებელი და აი ნახეთ კორპუსში საკმაოდ საინტერესოდ შეუტია ცდილობს არაყვეს მეტოქეს მოძრაობაში და დაელოდოს თავის მომენტს მაგალითად აი ასეც როგორც ეხლაა დავით ბერიძე არის მოკრივე რომელიც არასოდეს არ უფრთხის ბრძოლებს არ უფრთხის მეტოქეებს არავის თავს არ არიდებს პირიქით მუდამ მზად არის ბრძოლისთვის და როგორი ინტენსიური შეტევა ეხლა ბერიძისგან თუმცა კარგად დაიცვა საბოლოო ჯამში თავი შუკაკიძემ დიდი გამოცდილება არც ერთ მოკრივეს არ აქვს პროფესიონალურ კრივში ახლა იწყებენ რეალურად ორივე თავიანთ კარიერას ახლა იმკვიდრებენ სახელს ქართველ გულშემატკივართა შორის და მნიშვნელოვანია როგორი ექნებათ კარიერის დასაწყისი აი ნახეთ ბერიძემ ძალიან კარგად შეუტია ამ შემთხვევაშიც ბერიძე მოქმედებს ძირითადად რინგის ცენტრში ხოლო შუკაკიძე ცდილობს იმოძრაოს სწრაფად შევიდეს სწრაფად გავიდეს გადავიდეს ემჩნევა რომ საკმაოდ ხარტი მოკრივეა და თავის სწრაფის ხარჯზე სურს მეტოქის დატეხვა თუმცა ძალიან დაკვირვებით ასპარეზობს ბერიძე და რაღაც ისეთ აი ეხლა კი ორმაგი დარტყმა თუმცა ეს არ იყო ნოკდაუნი როგორც გადაწყვიტა ბატონმა მერაბ მაისურაძემ ძალიან გამოცდილმა საჯმა კრივის მწვრთნელმა რომელიც თავად გახლავთ ამჟამად ოკუპირებული ერედვიდან და კრივის კლუბ ერედის ერთ-ერთი თანადამფუძნებელია თავის დროზე დღესდღეობით ცხოვრობს გორში და არის პროფესიონალური კრივის ერთ-ერთი წარმატებული მსაჯი მოგეხსენებათ ქართული კრივის მსაჯები არიან საერთაშორისო დონის მსაჯები მათ ეს დაიმსახურეს გაიარეს არაერთი საერთაშორისო ტრენინგი როგორც ევროპის კრივის კავშირის IBU-ს ასევე მსოფლიოს კრივის საბჭოს WBF-ის ეგიდით WBC-ის ეგიდით ბოდიშ მოგიხდით და ძალიან მაღალი დონის საჯები ყავს პროფესიონალურ კრივში საქართველოში. ახლა კი მივადევნოთ თვალი მეორე რაუნდს.
გრძელდება ჩვენი დაპირისპირება. ბერიძე ძალიან ჭკვიანურად თითქოს ცდილობს ზედმეტი მოძრაობები არ გააკეთოს და კონდეს ინიციატივა. აი ახლაც შვენიერი დარტყმები გაუტარა და შეტევაზეა გადასული დავით ბერიძე. ძალიან კარგად იბრძვის ეს მოკრივე. რაც შეეხება შუკაკიძეს თითქოს და აი ეს უკვე ნოკდაუნია, გვიძშიც გაატარა, თითქოს დაღლაც დაეტყო უკვე მეორე რაუნდიდან და ბერიძის უპირატესობა უკვე გამოკვეთილი იყო, რაც ნოკდაუნშიც აისახა. სხეულზე მიყენებული დარტყმა ყოველთვის არის ურთულესი, გვიძში მით უმეტეს ეს აგდებს მოკრივის არა მარტო ხასიათს და ტკივილს განიცდიდა, აი ახლა ვნახეთ, რომ არამედ მოქმედებს ფსიქოლოგიაზეც და მის სუნთქვაზეც. და აი ხედავთ უკვე, რომ შუკაკიძეს ფაქტიურად აღარ შეუძლია ბრძოლის გაგრძელება და ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო მერაბ მაისურაძემ, რომ შეწყვიტა ეს ბრძოლა. ულოცავთ დავით ბერიძეს ვადაზე ადრე შეძლო ამ მოკრივემ და ჩაიწერა გამარჯვება საკუთარ აქტივში. რაც შეეხება შუკაკიძეს, ჩვენ დავინახეთ, რომ პირველ რაუნდში საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო მანორთა ბრძოლა. საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო დაპირისპირება, აქვს სისწრაფე, აქვს შეუძლია მოძრაობა, ერთადერთი მე ვფიქრობ დაღლის და სამუშაო აქვს იმაზე, რომ ადვილად არ დაიღალოს და აი იმ ტემპში შეძლოს და გააგრძელოს ასპარეზობა. როგორიც დაიწყო. დანარჩენი გამოცდილების ამბავია. პირველი ბრძოლა ყოველთვის რთულია ხოლმე მოკროვეებისთვის, სადებიუტო ბრძოლა, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, გამოიტანს დასკვნებს ის და მისი მწვრთნელი დარწმუნებული ვარ და კიდევ უფრო გაძლიერებულ ველოდებით პროფესიონალური კრივის შოუზე ამოქმედებს. ხელთათმანის მოხსნად გაჭირდა ბერიძის კუთხეში, დამხმარეებს დაუძახეს. ხდება ხოლმე ხანდახან მეც ყოფილი ვარ მსგავს სიტუაციაში და ხანდახან ისე გაინასკვება თასმები, რომ რთულია გამოხსნა, თუმცა საჩქარო არაფერია. ბერიძე ვადაზე ადრე გაიმარჯვა. არსად არ ეჩქარება ეს მისი ტრიუმფის წუთები. დავით ბერიძე, რუსთაველი მოკრივე 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში არის ამ ორთა ბრძოლის გამარჯვებული. ულოცავ დავითს მართლაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ნამდვილი მებრძოლია, კარგი პიროვნებაა.